ხო, პირველ რიგში შეფასებები თავად მოლაპარაკების მხარეებმა გააკეთეს და ორივე მათგანმა მიღწეული შედეგი შეაფასა პოზიტიურად, რაც ცალსახად გარანტიას ამ ვითარებაში არაფერზე ქმნის, მაგრამ იძლევა იმედს იმისა, რომ ბოლო პერიოდში გაძაბული ურთიერთობები ამერიკისა და უკრაინის ხელისუფლებას შორის დაბრუნდება ნორმალურ კალაპოტში. რაც შეეხება ამ მოლაპარაკების მთავარ მიზანს, ის რომ უკრაინა დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტას ყველა მიმართულებით, სამწუხაროდ საკმარისი არ არის იმისთვის, რომ უკრაინის ფრონტზე ცეცხლი შეწყდეს. ამისთვის საჭიროა, რომ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს რუსეთიც და ახლა კრემლის პოზიცია იქნება გადამწყვეტი ამ მიმართულებით. სხვანაირად ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტა გასაგებ მიზეზების გამო ვერ მოხდება. აი რუსეთის დათანხმების შანსები როგორია? ჯერ განცხადება ამასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა, ამბობენ რომ მხოლოდ ეცნობიან ამ განცხადებას. თუმცა კეთდება ცალკეული დეპუტატების მხრიდან განცხადებები, რომლებიც მიუღებელს უწოდებენ მაგალითად უსაფრთხოების გარანტიებზე ლაპარაკს და ამ საკითხის განხილვას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს გულისხმობ. ასევე მედია ავრცელებს დასავლური მედია ინფორმაციას, რომ მათ დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით აქვთ ინფორმაცია, რომ პუტინს საერთოდაც არ სურს ამ ვარიანტის განხილვა. ესმის რომ როგორი იქნება მათი ქმედებები, ხო ამისი თქვა ახლა რთულია, მაგრამ პერსპექტივა როგორ შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან? ხო, კიდევ ერთხელ გამორიცხული არაფერია, მათ შორის ისიც, რომ რუსეთი დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას გამომდინარე იმ რთული ვითარებიდან, რომელშიც ის აღმოჩნდა უკრაინაში და არის ამ მომენტში. მეორე მხრივ, ბევრი რამ შეიძლება იყოს ამისთვის ხელის შეშლელი, მათ შორის ის განცხადებები, რაც უკვე თქვენ ახსენეთ და თუ არ ვცდები, ბლუმბერგის სტატია იყო, რაც დაზვერვის მონაცემებთან დაკავშირებით, ხო რომ თითქოს არ არსებობს, თითქოს კი არა, რომ არ არსებობს, ასე ვთქვათ, იზაობა პუტინის მხრიდან და სურვილიც კი იმისა, რომ მან ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მშვიდობა როგორც ასეთი უკრაინაში მიიღოს, რადგანაც იქ გათვალისწინებული არ იქნება მხოლოდ რუსეთის ინტერესები და ცხადია გათვალისწინებული უნდა იყოს უკრაინელების სასიცოცხლო ინტერესებიც. ამავე დროს რუსეთის დათანხმება შეიძლება გაართულოს იმ ტაქტიკამ თუ სტრატეგიამ, რომელიც შეერთებულმა შტატებმა აირჩია პროცესის საწყის ეტაპზე, ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გულისხმობ, რაც ხო, ანუ პრინციპში ყველაფერი წინასწარ, ასე ვთქვათ, თქვეს ის, რაც წესით მოლაპარაკებების პროცესში შეიძლებოდა დაეთმოთ, მაგალითად უკრაინის ნატოში ინტეგრაციის საკითხი, ხო? ამის ასე ხმამაღლა თქვა, რომ ჩვენ ამას აღარ განვიხილავთ და ეს იყო პრობლემა და ამის გამო დაიწყო რუსეთმა ომი, ნიშნავს, რომ მოლაპარაკებებზე ეს კოზირი გამოეცალა ერთი მხრივ უკრაინას, მეორე მხრივ გამოეცალა ეს კოზირი ერთი შეხედვით ნეიტრალურ მოლაპარაკებელს ამერიკის შეერთებული შტატების სახით. აი ასეთმა მიდგომამ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ საწყის ეტაპზე გამოიყენა, სადაც იყო ღია თავდასხმა უკრაინის ხელისუფლებაზე და დაუსაბუთებელი ბრალდებები კიევის მიმართულებით, შეიძლება რუსეთს მადა კიდევ უფრო აღუძრას, კიდევ უფრო გაუმძაფროს და ამან ხელი შეუშალოს პროცესს, სამშვიდობო პროცესს, რაც გულისხმობს ორმხრივ შეწყვეტას ცეცხლისას უკრაინის ტერიტორიაზე. აი დამატებითი ფაქტორები შეიძლება გახდეს მაგალითად რუსეთისთვის, თუნდაც ის რომ შეიარაღების მიწოდება განუახლა და სადაზვერვო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა განუახლა ისევ, ხო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია უკრაინისთვის, ხო? თუმცა კვლავ რუსეთში, კვლავ ცალკეული დეპუტატები ამბობენ, რომ ეს მას შეიძლება უკრაინას ამან მისცეს გადაიარაღებისა და გადაჯგუფების შესაძლებლობა. ეს რამდენად ეწინააღმდეგება ესეც იმ პროცესს, რაც შეიძლება მოლაპარაკებებისკენ მიდიოდეს და რამდენად შეიძლება გამოიყენოს ფაქტორად ესეც რუსულმა მხარემ. ხო, ახლა ჩვენ ერთი რამე უნდა გავაცნობიეროთ, რომ უკრაინის ხელისუფლება არის რთულ მდგომარეობაში გამომდინარე იქიდან, რომ ცალსახად პროუკრაინული აღარ არის, ხო? შეერთებული შტატების პოზიცია, შეერთებული შტატების მიზანია ეს ომი დაასრულოს და დაასრულოს რაც შეიძლება სწრაფად. და აღარ არის შეერთებული შტატების მიზანი უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში. შესაბამისად, უკრაინელებს არ აქვს იმის ხუცუნება, რომ ყველაფერი დათმონ ნების
ნებისმიერ ფასად ცეცხლის შეწყვეტის მიღების სანაცვლოდ. შესაბამისად ისინი აგრძელებენ, ანუ ჩართული არიან ამ რთულ პროცესში და ის რომ ისინი დათანხმდნენ ამ 30 დღიან ზავს, დათანხმდნენ გარკვეული პირობებით, რაც უკავშირდება უსაფრთხოების გარანტიებს, მათ შორის სადაზვერო ინფორმაციის მიწოდების აღდგენას და სამხედრო შეიარაღების სამხედრო დახმარების გაგრძელებას, ხო? ეს აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინას არ კიდევ მე მოლოდინი არ მაქვს, რომ უკრაინას შეიძლება ფრონტი ჩამოეშალოს მთლიანად ამ ორი კომპონენტის გარეშე შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ის მნიშვნელოვნად ურთულებს უკრაინელებს ამოცანას ფრონტის სტაბილიზაციის შესანარჩუნებლად და ამავე დროს ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად კურსკის ოლქში, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც უკრაინული ჯარები არიან შესული, ვითარება მკვეთრად გაუარესდა უკრაინელების გაუარესდა მას შემდეგ, რაც სადაზვერო ინფორმაციის მიწოდება ამერიკელებმა მათ შეუწყვიტეს, ხო? ამიტომ უკრაინამ რაღაცებში ამას ცვლის თავისთავად, რაღაც ერთგვარი ვაჭრობა მიდის მის პარტნიორსა და კიევს შორის, ხო? რაც შეეხება იმას, რუსეთმა რამდენად შეიძლება ეს გამოიყენოს საბაბად, რომ ჩაშალოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რა თქმა უნდა შეიძლება, იმიტომ რომ ხო, რომც არ აღედგინა და ისე დათანხმებოდა უკრაინა 30 დღიან ზავს ყოველგვარი სადაზვერო ინფორმაციის აღდგენის და სამხედრო დახმარების აღდგენის კომპონენტის გარეშე, გამორიცხული არც ამ შემთხვევაში იქნებოდა, რომ რუსეთი სხვა ფორმალურ მიზეზს მოიდებდა საბაბად იმისთვის, რომ არ დათანხმებოდა მშვიდობას. ჯერჯერობით მიუხედავად იმ ბრალდებებისა, რაც ჩვენ გვესმოდა ოვალურ კაბინეტში შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, ჯერჯერობით ჩვენ გვაქვს ცალმხრივი მგზავრობა კონფლიქტის მხარეებისგან მშვიდობაზე. და ეს სამხრივი მგზავრობა მოდის კიევიდან. არანაირი ასე ვთქვათ, ხელშესახები ცნობა რუსეთიდან, რომ ისინი მზად არიან დათანხმდნენ მშვიდობას, არ გვაქვს და თავის პოზიციის გასამყარებლად ეხა ისინი რას მოიმიზეზებენ და რას მოიტანენ საბაბებად, ეს ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანია შეერთებული შტატები იყოს იმდენადვე ხისტი და რადიკალური რუსეთთან, რამდენად ხისტი და რადიკალურიც იყო უკრაინასთან მიმართებაში, საკმაოდ უსამართლოდ თან ამ შემთხვევაში, ხო? და ამავე დროს ხო, ამის ნიშნებიც გვაქვს ახლა, ნუ ვითყვით იმას, რომ არაფერი გაუკეთებია ტრამპის ადმინისტრაციას, გაფრთხილებები სანქციების რეჟიმის დამძიმებაზე მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ბოლო დროს გაჟღერებული გზავნილები ზოგადად რუსეთის მიმართულებით იმასთან დაკავშირებით, თუ რუსეთი არ დათანხმდება მშვიდობას, ამას რეაქცია შეერთებული შტატებისგან ექნება. და ჩვენ იმედი უნდა გქონდეს, რომ ეს რეაქცია ნამდვილად იქნება და ეს სიტყვა დარგაკდება. კი, რამდენად აი ამ პოზიციის გამყარებაში, რამდენად ეხმარება ახლა ევროპის პოზიცია, რამდენად აქტიური რჩება ევროპის როლი. მაკრონის განცხადება იყო, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე უნდა დაიწყოს მსჯელობა უკრაინისთვის, ხო? რასაც ასევე ძალიან ეწინააღმდეგება რუსეთი. ხო, რამდენად აქტიური რჩება ამ პროცესში ევროპა, დაგეგმილი აქვს შეხვედრებიც კირ სტარმერს, ბრიტანეთის პრემიერს აქვს დაგეგმილი შეხვედრები მომდევნო დღეების განმავლობაში ამ თემაზე. ევროპა არათუ აქტიური და აქტუალური რჩება, ჩემი აზრით ევროპა გაცილებით აქტუალურია, ევროპა და მისი პოზიცია დღეს ვიდრე ყოფილა ამ ომის დაწყების დღიდან საერთოდ. იმ პირობებში, როცა შეერთებული შტატები უკრაინის მოკავშირეობიდან ცდილობს ტრანსფორმირდეს ნეიტრალურ მომლაპარაკებლად, უკრაინას სოლიდური მოკავშირე ამ პროცესში რჩება ევროგაერთიანების სახით და აქ ხედავთ, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მაკრონი ცდილობს რაღაცა ლიდერის როლის შესრულებას, თუმცა აქ შესაძლოა რომ ვიხილოთ ეს ტრიო, ხო, პარიზი, ლონდონი, ბერლინის, მას შემდეგ რაც ყველაფერი დაალაგდება სამივე ქვეყანაში. ერთადერთი პრობლემა აქ ჩემი აზრით არის ის, რომ ევროპა წლების განმავლობაში საკმაოდ მშვიდად აღიქვამდა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და არ ჰქონდა საკმარისად ეფექტიანი თავდაცვითი და უსაფრთხოების პოლიტიკა. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ეს მიდგომები, რა თქმა უნდა, გადაიხედა, თუმცა ჯერ დღეს საფრთხეები ევროპისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილია, ამიტომ რაღაცა ძველი სტანდარტებით და GDP-ის მხოლოდ 2%-ის დახარჯვით უკვე შეუძლებელია სათანადო უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ამიტომ მე მგონია, რომ ხო იმ შემთხვევაში თუ დიდი ევროპული სახელმწიფოები პირველ რიგში მათ შორის პოლონეთში საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადებები კეთდებოდა, ხო? ამასაც ყველა ბრძოლის უნარიანი მამაკაცი რო შესაძლებელია გაიწვხნას და მზად იყოს პოტენციური ომისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ევროპის დიდი სახელმწიფოების საკმარისი ნებისა და საკმარისი ნაბიჯების შემთხვევაში ევროპას შეუძლია იყოს გაცილებით ძლიერი ვიდრე ის ყოფილა ოდესმე და შეუძლია იყოს ერთიანიც და დამაბალანსებელიც ამ ყველაფერში და ითამაშოს არა რაღაც შეერთებული შტატების სატელიტის როლი, როგორც ხშირად აღიქმებოდა უსაფრთხოების პოლიტიკის ჭრილში, ხო? არამედ იყოს დამოუკიდებელი აქტორი, რომელსაც შეიძლება ამ პროცესებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა. მათ შორის ეს იქნება მშვიდობის მიღწევაზე თუ მიღწეული მშვიდობის შენარჩუნებაზე მომავალში. ამ ფონზე უნდა კითხოთ ეგრეთ წოდებული მინერალების შეთანხმების შესახებაც. ამას რა ბედი შეიძლება ელოდეს? იმ შელაპარაკების შემდეგ, რაც ოვალურ კაბინეტში ვნახეთ, თუმცა ახლა ტრამპი ამბობს, რომ ისევ მიიწვევს ზელენსკის თეთრ სახლში. ხო, მინერალების შეთანხმება ძალიან ყბადაღებულ საკითხად იქცა. მე საერთოდაც არ მგონია, რომ ამ ხელა მნიშვნელობის საკითხია, რამ ხელა ის ჰაიპიც აქვს, ასე ვთქვათ, რა დღევანდელ დღეს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით თვითონ შეერთებულ შტატებში კეთება, მათ შორის ტრამპის მხრიდანაც განცხადებები, ხო ის არ თვლის და არ უთქვამს, რომ დამთავრებულია ეს საკითხი და ამოწურულია მიუხედავად იმ საკმაოდ უსიამოვნო, უცნაური და უპრეცედენტო შეხვედრისა, რაც ჩვენ ვიხილეთ ოვალურ კაბინეტში ზელენსკისთან. მე მგონია, რომ უკრაინელებისთვის ეს კარგი სათამაშო კარტია ტრამპის ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, ანუ არ არის ისე, რომ უკრაინელებს არაფერი აქვთ ხელში, ხო? მათ აქვთ ეს რაღაც კარტები და რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატები თვითონ ზრდის ამ შეთანხმების მნიშვნელობას და თვითონ ანიჭებს ამ იმაზე დიდ მნიშვნელობას, ვიდრე მას შეიძლება ქონდეს, ის უკრაინამ შეიძლება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ საკმაოდ ეფექტიანად და მეც რაღაც მაქვს მოლოდინი, რომელიც ახლა მხოლოდ ვარაუდია ამ ეტაპზე და რაღაც განსაკუთრებულად მყარი არგუმენტებით ამის დასაბუთება შეიძლება გამიჭირდეს, მაგრამ მაქვს მოლოდინი გამომდინარე ამ დინამიკიდან, რომ საბოლოო ჯამში ეს შეთანხმება შედგება ორივე მხარისთვის მისაღები პირობებით. შეერთებული შტატები მიიღებს რესურსებზე წვდომას და უკრაინელები მიიღებენ უსაფრთხოების საკმარის გარანტიებს ამის სანაცვლოდ. დავით, უნდა გკითხოთ ბოლოს მოკლედ საქართველოზე მეგობარი აქტის კონტექსტში გადაიდო ამ აქტის განხილვა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, თუმცა ამას ჰქონდა ტექნიკური მიზეზი და არა რაღაც პოლიტიკური საფუძველი, ხო? მაინც მიუხედავად ქართული ოცნების წარმომადგენლების იმედებისა, რომ იცვლება მსოფლიოში რაღაცეები და მათ მიმართაც პოზიცია ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში შეიძლება შეიცვალოს, რამდენად მტკიცია ის ორპარტიული პოზიცია მეგობარი აქტის მიმართ, რომელიც გულისხმობს დასანქცირებას პასუხისმგებელი პირების საქართველოში. დემოკრატიის უხსლაზე. ხო, ჩვენ თუ დავაკვირდებით ბოლო კვირებში, ანუ იანვრის ბოლოდან დღემდე საქართველოში სამთავრობო პროპაგანდისტული მედიის გზავნილებს ის არასოდეს ყოფილა უკრაინის ხარდამჭერი და სიმართლის და სამართლიანობის ხარდამჭერი, მაგრამ გაცილებით უფრო აგრესიულად ანტიუკრაინულია და ეს პრორუსული ელემენტები მასში კიდევ უფრო ჭარბად ხდება ბოლო პერიოდში. მეგობარი აქტის შესახებაც მოვისმინე ერთი-ორი კომენტარი ამ სამთავრობო მედიებში, სადაც ხო არის რაღაც დიდი ჟივილ-ხივილი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ ხდება, არის საკმაოდ აგდებული დამოკიდებულება კონგრესმენ ჯო ვილსონის მიმართ და თვითონ ის რომ ტრამპმა თვითონ შეაჩერა ასეთი რაღაცეების კი მოვისმინე, რომ ტრამპმა უთხრა ვილსონს, რომ რა დროს მეგობარი აქტია და რაღაც ასეთები. ხო, მიზეზი რამდენად ტექნიკური ან რამდენად პოლიტიკური იმისა, რომ ეს მოსმენა გადაიდო ერთია, მაგრამ თავისთავად ჩვენ არ გვაქვს განცხადება შეერთებული შტატების კონგრესიდან, რომ ამ აქტის მიღება ან განხილვა ან ინიცირება შეწყდება.
იქნება, აღარ იდეგმება. ამიტომ სანამ საკითხი არის აქტუალური, სანამ არის ორპარტიული ინიციატივა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ცხადია უნდა გქონდეს მოლოდინი იმისა, რომ ეს აქტი იქნება მიღებული და შესაბამისად პრაქტიკაში ამ აქტის პრინციპები იქნება გატარებული. თუმცა მეორე მხრივ მე პირადად, ეს ჩემი აზრია და არ არის არავინ ვალდებული, რომ ის მიიღოს ჭეშმარიტების უკანასკნელ ინსტანციად, მე არ მგონია, რომ ჩვენ ზოგადად ამ ხელა იმედებს უნდა ვამყარებდეთ, მეგობარი აქტი იქნება თუ სხვა რომელიმე პასეში მიღებული რაიმე რეზოლუცია თუ ევროპარლამენტის რომელიმე რეზოლუცია, ჩვენ ამის პარალელურად ჩვენი საკეთებელი საქმე ქვეყნის შიგნითაც აუცილებლად უნდა გავაკეთოთ და გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში გადავარჩინოთ დემოკრატია და გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი. სხვანაირად ხომ მხოლოდ რაღაც ეს მნიშვნელოვანი კომპონენტებია, უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, მაგრამ თავარი ამბავი მაინც ხდება საქართველოში და ისევ ქართული ოცნების ლიდერებს რო დავესესხოთ, ჩვენი ბედი აქ წყდება რა. მადლობა. და ჩვენ ჭედავთ ჩვენ საკუთარ ბედს მომავალში და ჩვენი მეგობრების იმედი რა თქმა უნდა გვექნება ვაშინგტონშიც, ბრიუსელშიც და სხვა დასავლურ დედაქალაქებში.